მოგესალმებით. ვიწყებთ იმ მეთოდებზე საუბარს, რომელიც გამოიყენება თავის ტვინის ელექტროფიზიოლოგიის შესასწავლად. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად ნერვული სისტემა მოქმედებს ელექტრული პრინციპით და მთელი რიგი ელექტრული მოვლენები უდევს საფუძვლად როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. აღნიშნული ნერვული პროცესების რეგისტრაცია და ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ინფორმაციის გადამუშავება ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს უჯრედის შიგნით და მას ინტრაცელულარული რეგისტრაციის სახელით იცნობენ, ან უჯრედის გარეთ ექსტრაცელულარული რეგისტრაციის სახით. ექსტრაცელულარული პოტენციალები წარმოიქმნება ერთი ნეირონის ან ნეირონთა ჯგუფის აქტივობით და იზომება ექსტრაცელულარული გარემოს ორ წერტილს შორის. ექსტრაცელულარული პოტენციალების ჩანაწერები შეიძლება სხვადასხვა ფორმით გაკეთდეს. ეს არის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფია, ასევე ტვინის განსაზღვრული უბნის ნეირონთა ჯგუფის აქტივობით წარმოქმნილი ლოკალური ველის პოტენციალების რეგისტრაცია და ცალკეული ნერვული ბოჭკოს მოქმედების პოტენციალის ექსტრაცელულარული რეგისტრაცია. აქ თქვენ გაქვთ მაგალითები ელექტროენცეფალოგრამის ჩანაწერის, ლოკალური ველის პოტენციალისა და ერთი უჯრედის ბოჭკოს მოქმედების პოტენციალის ექსტრაცელულარული რეგისტრაციის სურათი. ყველაზე მასშტაბური ამ ჩანაწერებიდან არის, რა თქმა უნდა, ელექტროენცეფალოგრამა და ყველაზე მცირე მასშტაბს მოიცავს ეს ერთი უჯრედის ექსტრაცელულარული ჩანაწერი. დავიწყოთ განხილვა ელექტროენცეფალოგრაფიით. ეს წარმოადგენს ელექტრული აქტივობის ჩაწერას ქალაზე დამაგრებული ელექტროდებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ძირითადად ხორციელდება ქერქში მყოფი უჯრედების ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაზე მოთავსებულ ელექტროდებამდე სანამ სიგნალი მოვა, ამ ელექტრულ სიგნალს უწევს გადალახოს მთელი რიგი ბარიერები, მაგალითად როგორიც არის სხვადასხვა შრე, კორტიკალური შრე, ასევე ცერებროსპინალური სითხე. პია მატერ, ანუ შესაბამისად რბილი გარსი, არაქნოიდული გარსი და დურა, რომელიც მყარი გარსი სახელით არის ცნობილი. და ასევე ქალას ძვალი და მხოლოდ ამის შემდეგ ახერხებს სიგნალი მიაღწიოს ქალაზე ზემოდან დამაგრებულ ელექტროდებამდე. ცხადია, ამ ბარიერების გადალახვისას ადგილი აქვს დენის და პოტენციალების ძლიერ შესუსტებას. ამიტომ იმისთვის, რომ მოხერხდეს, თქვათ, უფრო მაღალი გარჩევადობით აღნიშნული პოტენციალების რეგისტრაცია, ხშირად მიმართავენ ხოლმე უშუალო ელექტროკორტიკოგრაფიას, რომელიც არის ინვაზიური პროცედურა და ხდება კრანიოტომია და ელექტროდების უშუალოდ ჩანერგვა, ასე ვთქვათ, ქალას შიგნით. ელექტროდები შეიძლება მოთავსდეს როგორც სუბდურალურად, ანუ დურას ქვეშ, ასევე ეპიდურალურად, ანუ დურაზე ზემოდან. და როგორც უკვე აღვნიშნე, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროდების მსგავსი პოზიციის შემთხვევაში სიგნალებს უფრო ნაკლები ბარიერის გადალახვა უწევთ, შესაბამისად, როგორც დროში, ისე
სივრცეში გარჩევადობა ელექტროკორტიკოგრაფიის დროს გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ელექტროენცეფალოგრაფიის დროს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ამ პროცედურას ვერ მიმართავენ იმის გამო, რომ სჭირდება ქალას, ასე ვთქვათ, გახრეტა და ფაქტიურად ოპერაციული ჩარევა. როგორც წესი, აი ამ ინვაზიური პროცედურის განხორციელების დროს იყენებენ ან ლოკალურ, ან სრულ ანესთეზიას. მიუხედავად იმისა, რომ ქალას ძვლები საკმაოდ დიდ წინაღობას წარმოადგენენ პოტენციალებისთვის, ელექტროენცეფალოგრაფია ძალიან ფართედ გამოიყენება, როგორც კლინიკაში, ასევე ექსპერიმენტებშიც. და გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ნეირონის აქტივობა ძალიან სუსტია, როგორც წესი ფაქტიურად ელექტროენცეფალოგრაფიის დროს ხდება იმ ნეირონების აქტივობის ჩაწერა, რომლებიც სინქრონულად განიმუხტებიან და რომელთაც მსგავსი სივრცული ორიენტაცია გააჩნიათ. და როგორც ზემოთაც ვახსენე, აღნიშნულ ნეირონებს ძირითადად მიეკუთვნებიან სწორედ კორტექსის პირამიდული ნეირონები და EEG სიგნალის უდიდეს ნაწილს სწორედ აღნიშნული ნეირონები წარმოადგენენ. ერთი მხრივ მათ გააჩნიათ მსგავსი სივრცული ორიენტაცია და თან როგორც წესი ერთად განიცდიან ხოლმე აგზნებას. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენება, როგორც უკვე ვთქვი, კლინიკაში საკმაოდ ხშირად ხდება და კლინიკაში ელექტროენცეფალოგრაფიას იყენებენ, თქვათ, ისეთი პროცესებისთვის, როგორიც არის ეპილეფსიის მონიტორინგი, ასევე კომაში მყოფი პაციენტების მდგომარეობის პროგნოზირება. ელექტროენცეფალოგრაფია ფართედ გამოიყენება ტვინის სიკვდილის განსაზღვრის მიზნითაც. ასევე ანესთეზიის მონიტორინგის დროს. ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენება ხშირად ხდება სუბარაქნოიდული ჰემორაგიების დროს ტვინის მეორადი დაზიანებების მონიტორინგის მიზნით. და ხშირად ის გამოიყენება ოპერაციის წინ ეპილეფსიური ფოკუსის განსაზღვრისთვისაც, მანამ სანამ თქვათ ქირურგიულად განხორციელდება იგივე ეპილეფსიური ფოკუსის ზონის ამოკვეთა. ეხლა გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენცეფალოგრაფიას იყენებენ სხვადასხვა მეცნიერები აბსოლუტურად განსხვავებულ კვლევით გარემოში, ბუნებრივია და არა მარტო მეცნიერები, არამედ კლინიცისტებიც, ბუნებრივია იყო იმისი აუცილებლობა, რომ რაღაცა უნიფიცირებული, ასე ვთქვათ, მიდგომა ჩამოყალიბებულიყო ამ ელექტროენცეფალოგრაფიასთან მიმართებაში. რათა კომუნიკაცია უფრო ადვილად და დახვეწილად წარმართულიყო. და მართლაც დღესდღეობით, ასე ვთქვათ, გამოიყენებენ აი ცალკეული ელექტროდების განსაზღვრისთვის საერთაშორისო 10-20 სისტემას, რომელიც ძირითადად ეყრდნობა ადგილმდებარეობას, ელექტროდის ადგილმდებარეობას და ეს განისაზღვრება მის ქვეშ მყოფი უბნით. ანუ ცერებრალური უბნით, ცერებრალური წილით, რომელზეც აღნიშნული ელექტროდი, რომლის შესაბამისადაც აღნიშნული ელექტროდი არის განთავსებული ქალაზე. ხა თვითონ დასახელებაში ეს 10 და 20 მოდის იქედან, რომ ყოველ მეზობელ ელექტროდს შორის მანძილი, ყოველ შემთხვევაში კლასიკურ ფორმაში, წარმოადგენს მთელი ქალას, როგორც წინა და უკანა, ასევე მარჯვენა და მარცხენა სრული დისტანციის რაღაც 10-20%. ჩვეულებრივ უმეტეს შემთხვევაში კლინიკაში გამოიყენება ხოლმე 19 ჩამწერი
და პლუს რეფერენტული ელექტროდები. ცხადია, ახალშობილებში აღნიშნული ელექტროდების რიცხვი კიდევ უფრო მცირეა. ხოლო, როდესაც კლინიკურ ან კვლევით პროცედურებში საჭირო არის უფრო მაღალი გარჩევადობა, მაშინ შესაბამისად ელექტროდების რიცხვი იზრდება. და შესაძლოა ელექტროდები, რომლებიც ქალაზეა განთავსებული, ცალ-ცალკე იზოლირებულად იყვნენ დაკავშირებულნი გამომტან მავთულებთან, ან შესაძლოა ეს ელექტროდები იყვნენ მოთავსებულნი ხუბში ან ქსელში გარკვეულწილად, რომელთანაც დაკავშირებული არის ეს გამომტანი მავთული. და არსებობს მაგალითად ისეთი ქსელი ელექტროდებისა, რომელიც თუნდაც 200 დაახლოებით 256-მდე ელექტროდსაც შეიცავს. აღნიშნულ სურათზე კარგად არის გამოხატული თუ როგორ ხდება ცალკეული ელექტროდების დასახელება, იმის დამიხედვით თუ სად არიან ისინი გავთავსებულნი. ლათინური ასო ვთქვათ, F შეესაბამება ფრონტალურ წილს, T ტემპორალურ წილს, O ოქციპიტალურს, P პარიეტალურს და მართალია ცალკე თავის ტვინში ცენტრალური წილი არ გამოიყოფა, მაგრამ საყოველთაოდ არიან შეთანხმებულები, რომ ელექტროდები, რომლებიც ამ ცენტრალურ ხაზზე ლაგდებიან შუაში ჰორიზონტალურად, ცენტრალურ ელექტროდებად განიხილონ და შესაბამისად მათ აღნიშნავენ ლათინური ასო C-ით. რეფერენტული ელექტროდები სხვადასხვა უბანზე შეიძლება განთავსდეს, მაგრამ უმეტესწილად უფრო ხშირ შემთხვევაში მათ როგორც წესი ყურებზე ამაგრებენ ხოლმე. ეხლა როდესაც ხდება ელექტროენცეფალოგრამის ჩაწერა, როგორც წესი, ყოველი ელექტროდი დაკავშირებულია დიფერენციალურ გამაძლიერებელთან, რადგანაც ის სიგნალი, რომელიც ელექტროდამდე მოდის, როგორც მოთააღნიშნე, ძალიან არის შემცირებული და მას გაძლიერების გარეშე მისი რეგისტრაცია ძალიან გართულდება. აღნიშნულ გამაძლიერებას რამდენიმე შესავალი გააჩნია და თვითონ ეს ელექტროდი, როგორც წესი, გამაძლიერებლის ერთ შესავალს უკავშირდება, ხოლო რეფერენტული ელექტროდი კი მეორე შესავალს. ეს გამაძლიერებლები სიგნალს ზრდიან 1000-ჯერ ან 100,000-ჯერაც კი. და სიგნალი აღირიცხება როგორც წესი იმ ვოლტაჟის სხვაობით, რომელიც არსებობს აქტიურ ელექტროდსა და რეფერენტულ ელექტროდს შორის. ელექტროენცეფალოგრამა შეიძლება ჩაიწეროს როგორც ანალოგურ, ისევე ციფრულ რეჟიმში. ანალოგურ რეჟიმში ჩაწერისას გამოიყენება სპეციალური კალმები და ქაღალდი, ხოლო ციფრულ რეჟიმში ჩაწერის შემთხვევაში კი სპეციალური ანალოგურ ციფრული კონვერტორის საშუალებით ხდება ანალოგური სიგნალის გარდაქმნა ციფრულში და შემდგომ უკვე ის ელექტრონულად ინახება და იფილტრება. შესაძლებელია გაკეთდეს როგორც მაღალსიხშიროვანი, ისე დაბალ სიხშიროვანი ფილტრაცია. პირველი როგორც წესი, ნელ არტეფაქტებს ფილტრავს და გამორიცხავს, როგორებსაც მიეკუთვნება ელექტროგალვანური სიგნალები და მოძრაობის არტეფაქტები. მეორე კი მაღალსიხშიროვან არტეფაქტებს გამორიცხავს, როგორებიც არის ელექტრომიოგრაფიული სიგნალი. ასევე შესაძლებელია განხორციელდეს კიდევ დამატებითი, ეგრეთ წოდებული დაკბილული ფილტრაცია, რომელიც ელექტროლიდენით განპირობებულ არტეფაქტებს გამორიცხავს. და ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს 60 ჰერცის სიხშირეს შეესაბამება, ხოლო უმეტეს სხვა ქვეყანაში კი 50 ჰერცს სიხშირეს. ეხლა რამდენადაც ელექტროენცეფალოგრამაზე ვოლტაჟის, ანუ ძაბვის სიგნალი აღირიცხება ორ ელექტროდს შორის,
არსებულ პოტენციალთა სხვაობის სახით, წაკითხვისას შესაძლოა სხვადასხვა ტიპის მონტაჟი იყოს გამოყენებული. კერძოდ, როდესაც ადგილი აქვს ბიპოლარულ მონტაჟს, მაშინ ეს შეესაბამება იმას, რომ ყველა არხი გამოხატავს ორ უშუალოდ მეზობლად მდებარე ელექტროდს შორის მყოფ პოტენციალთა სხვაობას. რეფერენტული მონტაჟის შემთხვევაში თითოეული არხიდან გამოსული სიგნალი, ასე ვთქვათ, გამოხატავს ვოლტაჟის სხვაობას მოცემულ ელექტროდსა და რეფერენტულ ელექტროდს შორის. საშუალო რეფერენტული მონტაჟისას ყველა გამოსავალი იკრიბება, გამოითვლება საშუალო და ეს აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი გამოიყენება თითოეული ელექტროდის რეფერენტად. არსებობს კიდევ ეგრეთ წოდებული ლაპლასიური მონტაჟი, რომელიც წარმოადგენს განსხვავებას მოცემულ ერთ ელექტროდსა და მის გარშემო მყოფ ელექტროდებიდან მიღებულ მაჩვენებლების საშუალოს შორის. როდესაც ხდება ანალოგიური ელექტროენცეფალოგრამის ჩაწერა, მაშინ ადგილი აქვს მონტაჟების შეცვლას თვითონ რეგისტრაციის პროცესში. ხოლო ციფრული შემთხვევაში კი, როგორც წესი, ყველა სიგნალი წინასწარ განსაზღვრული სტაბილური მონტაჟით იწერება ხოლმე და უმეტესად ეს არის რეფერენტული მონტაჟი. ტვინის ელექტრული აქტივობის ჩანაწერში განასხვავებენ სხვადასხვა სიხშირის რიტმულ განმუხტვებს და აღნიშნული რიტმული განმუხტვები, როგორც წესი, დაკავშირებული არის ტვინის მოქმედების სხვადასხვა სტადიასთან და განსაზღვრული ლოკაცია, მდებარეობაც გააჩნია ხოლმე. ტვინის EEG-ში განარჩევენ შემდეგი სიხშირის ოსცილაციებს. ეს არის დეტა ოსცილაციები, რომელთა სიხშირი არის 4 ჰერცამდე, თეტა რიტმი, რომლის სიხშირე არის 4-დან 7 ჰერცის ფარგლებში, ალფა რიტმი, რომლის სიხშირე მერყეობს 8-დან 12 ჰერცამდე, სენსომოტორული, ეგრეთ წოდებული მიუ რიტმი, რომლის სიხშირეც არის 8-დან 13 ჰერცამდე, ბეტა რიტმი, რომლის სიხშირეც არის 12-30 ჰერცს შორის და გამა რიტმი, რომლის სიხშირეც არის 30-100 ჰერცის ფარგლებში. როგორც ზემოთ აღნიშნული რიტმები განსხვავდებიან ლოკაციის მიხედვით და აგრეთვე იმის მიხედვით, თუ როდის აღმოცენდებიან ამა თუ იმ ნორმალური თუ პათოლოგიური ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს. კერძოდ ნანახია, რომ დელტა რიტმი, როგორც წესი, ბავშვებში აღმოცენდება ძირითადად და აღირიცხება უკანა ნაწილიდან, ხოლო ზრდასრულებში კი ძირითადად ფრონტალურ წილში. ნორმაში ის ზრდასრულებში ჩვეულებრივ აღირიცხება ნელი ძილის დროს, ხშირია პატარა ბავშვებში და ასევე აღირიცხება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ყურადღების მობილიზებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. პათოლოგიური პროცესებიდან დელტა ოსცილაციები აღირიცხება სუბკორტიკალური დაზიანებებისას, აგრეთვე ტვინის დიფუზური დაზიანებებისას, სხვადასხვა მეტაბოლური ენცეფალოპათიების დროს, როგორიც არის თქვათ ენცეფალოპათიური ჰიდროცეფალია და ასევე შუა ხაზის ღრმა დაზიანებების შემთხვევაში.
თეთა რიტმი, როგორც წესი, შედარებით უფრო ღრმა უბნებში აღმოცენდება. და ნორმაში მისი რეგისტრაცია შეიძლება პატარა ბავშვებში, ასევე მოზრდილებში და ზრდასრულებში თვლემისა და გამოღვიძების დროს, აგრეთვე მოსვენების მდგომარეობაში და რაღაც გარკვეული გამოხატული პასუხის ინჰიბირების პროცესში. პათოლოგიური მდგომარეობებიდან, როდესაც თეთა რიტმის აღრიცხვა ხორციელდება, აღსანიშნავია ადგილობრივი სუბკორტიკალური დაზიანებები, აგრეთვე მეტაბოლური ენცეფალოპათიები, თქვათ იგივე შუახაზის დაზიანებები და ჰიდროცეფალიის რამდენიმე შემთხვევა. რაც შეეხება ალფა რიტმს, ის ძირითადად თავის უკანა უბნებში შეიძლება აღირიცხოს და როგორც წესი დომინანტურ ნაწილში მისი ამპლიტუდა უფრო მაღალია ხოლმე. მოსვენებულ მდგომარეობაში ალფა რიტმის რეგისტრაცია თავის ტვინის ცენტრალური უბნებიდანაც ხორციელდება. ნორმაში ალფა რიტმი აღირიცხება დასვენების დროს, თვალების დახუჭვისას, აგრეთვე რაღაც ქცევის ინჰიბირების კონტროლის პროცესში. პათოლოგიის დროს ალფა რიტმის აღრიცხვა ხდება კომის დროს. რაც შეეხება ბეტა რიტმს, იგი მსგავსად ალფა რიტმისა ორივე მხარეს აღირიცხება, მაგრამ ალფა რიტმისაგან განსხვავებით მას სიმეტრიული გადანაწილება ახასიათებს. განსაკუთრებით კარგად კი გამოხატული არის ფრონტალურ უბანში. ბეტა რიტმის რეგისტრაცია შესაძლებელია მუშაობის პროცესში, აქტიური, დატვირთული ან რაღაც შეშფოთებული ფიქრის დროს და რაღაც საკითხზე აქტიური კონცენტრირებისას. პათოლოგიურად აღმოცენდება ბეტა რიტმი ბენზოდიაზეპინების ზემოქმედების დროს. რაც შეეხება გამა ოსცილაციებს, ის ძირითადად სომატოსენსორულ ქერქში შეიძლება დავარეგისტრიროთ და როგორც წესი, მისი აღმოცენება ხდება ეგრეთ წოდებული ქროს-მოდალური სენსორული დამუშავებისას, რაც გულისხმობს სხვადასხვა სენსორული მოდალობებიდან მოსული ინფორმაციების, სხვადასხვა მოდალური სენსორული ინფორმაციების ერთდროული დამუშავების პროცესს. აგრეთვე გამა ოსცილაციების რეგისტრაცია შესაძლებელია ხანმოკლე მეხსიერების დროს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს რაღაც საგნების, ხმების და ტაქტილური შეგრძნებების შეცნობას. გამა აქტივობის დაქვეითება, როგორც წესი, მიუთითებს კოგნიტური ფუნქციების დასუსტებაზე. მიუ აქტივობა კი, მიუ რიტმი, ძირითადად სენსომოტორულ ქერქში აღირიცხება და მოსვენების მდგომარეობაში მყოფი მოტონეირონების აქტივობის დროს შესაძლებელია მისი რეგისტრაცია. მიუ რიტმის სუპრესია შეიძლება მიუთითებდეს მოტორული სარკული უჯრედების მოქმედებაზე. და თუ ადგილი აქვს მიუ რიტმის სუპრესიის დეფიციტს, მაშინ ეს უნდა იყოს გარკვეულწილად დაკავშირებული ისეთ პათოლოგიასთან, როგორიც არის იგივე ვთქვათ აუტიზმი. როდესაც ხდება ელექტროენცეფალოგრამის ჩაწერა, გარდაუვალია არტეფაქტების აღრიცხვა, იმიტომ რომ მასზე ვთქვათ, აი ამ ჩანაწერზე ერთი მხრივ მოქმედებს რაღაც გარეშე ფაქტორები, რომელიც ვთქვათ ნაწილობრივ ზემოთაც დავახასიათეთ და გარდა ამისა, ასევე გარდაუვალი არის ის ფიზიოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც თვითონ ორგანიზმის ფუნქციონირებით წარმოიშობა. მათ მიეკუთვნება
ქუთუთოების მოძრაობით გამოწვეული არტეფაქტები. ცნობილია, რომ თვალის რქოვანასა და ბადურას შორის ძალიან დიდი არის პოტენციალის სხვაობა და უფრო დიდიც კი, ვიდრე ვთქვათ, იგივე თავის ტვინში აღმოცენებული პოტენციალები. ამიტომ ქუთუთოს დახამხამება იქნება თუ ვთქვათ, თვალის მოძრაობების სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყოველთვის იწვევს გარკვეული არტეფაქტების აღმოცენებას ელექტროენცეფალოგრამის ჩანაწერში. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გულის მუშაობა დაკავშირებულია მთელ რიგ ელექტრულ პროცესებთან, ელექტროენცეფალოგრამაში ხშირად აღინიშნება კარდიალური არტეფაქტებიც. და აქედან გამომდინარე, ელექტროენცეფალოგრამის ჩაწერისას პარალელურად ძალიან ხშირად ელექტროკარდიოგრამის რეგისტრაციაც მიმდინარეობს ხოლმე. აგრეთვე ელექტროენცეფალოგრამის არტეფაქტები შესაძლოა განპირობებული იყოს კუნთების აქტივობითაც, რომელიც ვთქვათ დაკავშირებულია იგივე თავის მოძრაობასთან, ან ზედაკიდურების მოძრაობასთან, ან ასე შემდეგ. ზოგადად, როგორც მოგეხსენებათ, კუნთების შეკუმშვაც თავისთავად გარკვეულწილად ელექტრულ პროცესებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ კუნთების აქტივობაც გავლენას ახდენს, სერიოზულ გავლენას ახდენს ელექტროენცეფალოგრამაზე. და ერთ-ერთი არტეფაქტი, რომელიც ასევე შესაძლოა ვნახოთ ელექტროენცეფალოგრაფულ ჩანაწერში, ეს არის ეგრეთ წოდებული გლოსოკინეტიკური არტეფაქტი, რომელიც დაკავშირებული არის ენის მოძრაობასთან. რამდენადაც ნანახია, რომ ენის წვერსა და ფუძეს შორის არსებობს რაღაც პოტენციალის სხვაობა და ენის ყოველი მოძრაობა ბუნებრივია ამ მაჩვენებლის შეცვლას იწვევს, რაც თავისთავად აისახება ელექტროენცეფალოგრაფულ ჩანაწერში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი ფიზიოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც ვთქვათ, ვლინდება ელექტროენცეფალოგრაფულ ჩანაწერში, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენცეფალოგრაფია ძალიან ისე ფართედ გამოიყენება მთელი რიგი პროცესების შესასწავლად, როგორც ექსპერიმენტულ საქმიანობაში, ასევე კლინიკაშიც.